ახალი კომპიუტერული თამაში მოსწავლეებისათვის. ამოუცნობი მწვანე სამყარო პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტომ წარუდგინა. ეკო-საგანმანათლებლო ფლეშ თამაში ამავე სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა. თამაშის დროს მოსწავლე ელექტრონულად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობს. შეკითხვები 4 სავარაუდო პასუხით ნაკრძალებში არსებულ ფაუნასა და ფლორას შეეხება. მოთამაშეებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოში არსებულ სახელმწიფო ნაკრძალებზე, ეროვნულ პარკებსა და ბუნების ძეგლებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. თამაში სამომავლო პროექტის პირველი ეტაპია. მისი მიზანი ადრეულ ასაკში ეკოცნობიერების ამაღლება და დაცული ტერიტორიების პოპულარიზებაა. 12 წელი ჩვენ გამოაცხადეთ გარემოს დაცვის განათლების წლას და მე მგონი ძალიან კარგი დასაწყისია დაცული ტერიტორიებისგან, სააგენტოსგან ჩვენი საჩქარი ყველა სკოლას ეტაპობრივად გავავრცელებთ ამ თამაშს. ეს ახლა წარმოვადგენთ ესეთ თამაშს, რომელიც მართლაც мотиваციას გაუზრდის ბავშვებს. ესეთი მეორეც ის არის, რომ მეტ ინფორმაციას მიაწვის, თუნდაც საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების შესახებ. პროექტის მიზანია გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და ასევე ახალგაზრდების ჩართვა დაცული ტერიტორიების პოლიტიკურ მართვაში. მიმდინარეობს სააგენტოს მიერ ეკო-საგანმანათლებლო კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც შექმნა შესაბამისი პროექტი ყველა სკოლისთვის.